გამარჯობა, მე ვარ ნათია მოქცარია და ეს გახლავთ კოსმოპოლიტიკური პოდკასტი. დიდი მადლობა, რომ მიყურებთ. დღეს მე მინდა ვილაპარაკო ამერიკა-ისრაელი-ირანის ომზე. ისრაელთან დამეწყო, ალბათ. მაგრამ მე არ ვილაპარაკებ იმაზე, თუ რას მოგვიტანს ეს ომი, ამას დრო გვაჩვენებს, როცა უფრო დიდ სურათს შევხედავთ, რა თქმა უნდა, მაგრამ დღეს მე მინდა ვილაპარაკო ამერიკელების განწყობაზე ამ ომის მიმართ. რა თქმა უნდა, გამოკითხვებზე დაყრდნობით. მოკლედ, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ამერიკელების უმეტესობა, სადღაც 75-80% სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით არიან წინააღმდეგი ამ ომის და მიაჩნიათ, რომ ამ ომში ამერიკა ჩაითრია ისრაელმა, რომ ამერიკას არ ქონია საკმარისი საფუძველი იმისთვის და არ იყო პირდაპირ საფრთხის ქვეშ ირანის მხრიდან. აი ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, ამყარებს ისიც, რომ ზაფხულში 12 დღიანი ომის მერე ტრამპმა ძალიან მკაფიოდ გამოაცხადა, რომ ჩვენ გავანადგურეთ მთლიანად ეს ბირთვული პროგრამა და თუ კი ვინმე ამაზე რამე საწინააღმდეგო სიტყვისო fake news-ი არისო, ხო, ყველა fake-ები ვართ, ვინც მაგის საწინააღმდეგოდ რამეს ვამბობ. და მე აღმოჩნდა, რომ მოკლედ სხვადასხვა არ არის ერთსულოვანი, მოკლედ ერთ და იგივე მესიჯი არ გამოდის ადმინისტრაციიდან, ზოგი ერთს ამბობს, ზოგი მეორეს ამბობს, მაგრამ აგერ გუშინ მარკო რუბიომ კარგად გემრიელად პირდაპირ გამოაცხადა, მაშინ როცა მას კითხეს, რომ კი მარაო, ხო გაანადგურეთო ეს ბირთვული პროგრამაო და რას დაარტყითო, მარკო რუბიომ ასე თქვა, რომ იყო პირდაპირ საფრთხე, მაინცო როცა კითხეს, რომ რა პირდაპირ საფრთხე იყო პირდაპირ საფრთხე, იმიტომ რომ ისრაელი აპირებდაო დარტყმასო და ჩვენო მოგვიწიაო, რომ დავარტყათ ისრაელთან ერთად, იმიტომ რომ შემდეგ შურს იძიებდა ირანიო, დაარტყავდაო ჩვენს ბაზებსო ისრაელის დარტყმის მერეო და ჩვენო იქო ძალიან ბევრი ამერიკელები ყავსო, ბაზები გვაქვსო და შესაბამისად ჯობდა, რომ ჩვენ დაგვარტყავო, ვიდრე საპასუხო დარტყმაზე გვეპასუხაო ჩვენო და ესე უფრო ნაკლები მსხვერპლიაო, ანუ როგორც გავკეთე. უკეთესი იყო ესე თუ უარესი ამ სამხედრო ექსპერტებმა იმსჯელონ. მე მხოლოდ ამერიკელების განწყობაზე მინდა გელაპარაკოთ. ასევე იმის გამო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი აღსანიშნავი ფაქტი არის ისიც, რომ პირველად ამერიკის ისტორიაში ამერიკელები არიან ანტიისრაელური განწყობით. მოკლედ, უფრო მეტი ხალხი უჭერს პირობითად პალესტინას მხარს. პალესტინის მხარეს არიან უფრო მეტნი, ვიდრე ისრაელის მხარეს არიან და ეს არის უპრეცედენტო პერიოდი, მოკლედ რა და ბიბი ნეთანიაჰუს ძალიან ეჩქარებოდა, რომ მოკლედ რა, რომ ეხლა რომ არ დაერტყა თავისი ოცნება, ეს 20 წლიანი ოცნება, რომ ირანს დაარტყას, ეხლა რომ არ აესრულებინა, შემდეგ დიდი ვარაუდით თუ გადაურჩით, რა თქმა უნდა, ამ ადმინისტრაციას რისი შანსიც სამწუხაროდ არის, რომ არ გადაურჩეთ. იმიტომ რომ მაგაზე კიდე ცალკე ვილაპარაკებ, რომ ჩემი პირადი აზრით და ბევრისას, მაგრამ მე ესე მგონია, რომ ზუსტად იმიტომ დაიწყო ტრამპმა ეს ომი, რომ შემდეგ გამოიყენოს ეს ომი იმაში, რომ რა ვიცი, ანტერაქტი მოხდება, მე იქ რაღაცა retaliation-ები, ანუ შურისმაძიებლო რაღაცა იქ რადიკალი ისლამისტების რაღაცა საპასუხო ისინი და ნუ მოკლედ ძალიან ბევრი ტერაქტებსაც ელოდება და შემდეგ ამის ფონზე აგვიმოქმედებს რაღაცა სპეციალურ extraordinary presidential power-ებს, რასაც უკვე ლაპარაკობენ და შემდეგ ამას გამოიყენებს, რომ მანიპულაციები ჩაგვიტაროს არჩევნებზე, გამოიყენოს სათავისოდ და ნუ მოკლედ ამათი მთავარი მიზანი და ამათი მოსვლის დღიდან პირველად რომ დაარღვიეს კანონი, მაგის მერე მე ვიმეორებ ერთი და იგივეს, რომ ესენი ყველაფერს გააკეთებენ, რომ დარჩნენ მთავრობაში იმდენად არც ერთ საზოგადოების არანაირ მოთხოვნას ესენი არ პასუხობენ. ფაქტიურად ტრამპმა არც ერთი დაპირება თავისი არ შეასრულა. ყველაფერი მოატყო, ყველაფერი რასაც ამბობდა, მოიტყვა. მათ შორის, აი სხვათა შორის ახლა მინდა ძალიან მნიშვნელოვანს გავუსვა ხაზი, დემოკრატებმა გააკეთეს, დაახლოებით 10 დღის წინ იყო ამაზე ლაპარაკი. ოფიციალური განცხადება არ გავუკეთებიათ, მაგრამ დამოუკიდებელი ჟურნალისტები ლაპარაკობდნენ ამაზე, რომ დაიდო ღრმა კვლევა ათაფსი რა, რომ თუ რატო წააგეს საპრეზიდენტო არჩევნები კრიმინალთან ნასამართლევ ბრალ დამტკიცებულ კრიმინალთან, რატომ წააგეს არჩევნები და პასუხი თვითონ დემოკრატებსაც არ მოეწონათ, როგორც მე ვიცი, ესე იგი დემოკრატების ამომრჩევლები დარჩნენ სახლში, არ წავიდნენ, ხმა არ მისცეს
იმიტომ რომ მათ არ მოწონდათ თუ როგორ უდგებოდა ბაიდენი ისრაელი-გაზას კრიზისს. ანუ აი წარმოიდგინეთ, ტრამპი პარალელურად ამბობს, რომ მე ყველა ომს დავამთავრებ და მე ვარ მშვიდობის პრეზიდენტი. დემოკრატების ამომრჩევლები არიან განაწყენებული თავის პარტიაზე და ის აღსანიშნავია, რომ დემოკრატია ამომრჩეველი თითქმის არასოდეს არ წავა და არ მისცემს ხომ, როგორც არ უნდა უკმაყოფილო იყოს, თქვათ, მიმდინარე პოლიტიკით თავისი პარტიის, არასოდეს არ წავა და არ მისცემს ხმას რესპუბლიკურ პარტიას და პირიქით ისინი აი ეს რაღაც ორთოდოქსი რესპუბლიკელების ამომრჩევლები მოკვდებიან და არ მისცემენ ის კი არა გამოკითხვები მაქვს ნანახი ქუჩის, როდესაც ეკითხებიან რესპუბლიკელ მაგას წითელქუდიანები განსაკუთრებული ჩამოსხმა ეგენი სპეციალურად გამოყვანილი ჯიში და მაგათ ეკითხებიან, რომ დემოკრატი პრეზიდენტი გირჩევნია თუ პუტინი, რომ ყავდეს პრეზიდენტათო და ამბობენ პირდაპირ, ოღონდ დემოკრატი არ იყოს პრეზიდენტი და იყოს პუტინი. იმდენად ეზიზღებათ დემოკრატები. ხო და სწორედ ამიტომ, რომ დემოკრატები არ იყვნენ კმაყოფილი ბაიდენის how he was handling Gaza crisis, განსაკუთრებით ლიბერალი ამომრჩევლები, ამას ეძახიან გენოციდს, რაც ისრაელმა გაზაში მოაწყო. და ისინი დარჩნენ სახლში, შესაბამისად ამან იმოქმედა არჩევნებში აქტივობას, ახლა 340 მილიონი არის ამერიკელები, ხო? დაახლოებით 77 მილიონი ხმა აიღო ტრამპმა და ეს იყო რაც 2-3 მილიონით მეტი ვიდრე აიღო კამალამ. ხო, დანარჩენი რაღაცა მინიმუმ 100 მილიონი ხო სახლში დარჩა რა, ანუ ყველა ხო არ არის eligible რო ხმა მისცეს, ხო? და ძალიან ბევრი ხალხი მოკლედ დარჩა სახლში სწორედ ამიტომ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეგენი ტრამპს უჭერდნენ მხარს. სამწუხაროდ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, ეს peace პრეზიდენტი, რომელიც ყოფილიყო ძალიან მშვიდობის დამამყარებელი ყველგან. პირიქით ესე არია და ახლა ასეთი კრიზისი გვაქვს ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ამაზე არ ვილაპარაკებ. ჩემმა Facebook ფოლოვერებმა იციან ჩემი აზრი, მაგრამ არ მინდა ახლა ამაზე აქცენტის გაკეთება. მთავარი ამბავი არის ის, რომ დღეს ბიბი ნეთანიაჰუს ჰქონდა ძალიან პატარა ფანჯარა დარჩენილი, იმიტომ რომ მაგან რა იცის ამერიკა რა მიმართულებით წავა და მოახერხებს თუ არა ტრამპი ძალაუფლების ისეთ უზურპაციას, რომ შემდეგ თქვათ აღარ შეიცვალოს მთავრობა, მაგან ეს არ იცის, მაგას დღეს აქვს, როგორც აქ ამბობენ, ბევრი ხალხის აზრით, ძალიან კომპრომატები, current, ანუ მიმდინარე პრეზიდენტი, ვინც არის მოქმედი, იმაზე აქვს კომპრომატები. ყველა მომავალ შესაძლო პრეზიდენტზე არ ექნება კომპრომატები. ნუ ყველა მიცის, რომ ეპშტეინის ფაილებიდან გაირკვა, რომ ეპშტეინი იყო მოსადის აგენტი, ასევე რუსებთანაც რომ თანამშრომლობდა და ნუ ბევრი ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ რაღაცა კომპრომატები აქვს ნეთანიაჰუს ტრამპზე. და ესეთი იოლად მანიპულირებადი პრეზიდენტი თუ გადაურჩით კიდევ ერთხელ ვიმეორებ აი ამ ადმინისტრაციას და შეიცვალა არჩევნებით, იმიტომ რომ ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის, მეტი ესეთი შესაძლებლობა, რომ ამერიკა ესეთ მასშტაბურ ომში ჩაითრიოს, ისრაელს ამის შესაძლებლობა აღარ ექნება. თავად გადაწყვიტეთ, რატომ აქვს მოკლედ ამერიკელების ძალიან დიდ ნაწილს ისრაელის პოლიტიკის მიმართ აგრესია. ჯერ იყო და გაზას ომს უყურეს და გენოციდს და ახლა უყურებენ იმას, რასაც უყურებენ. ნუ ბიბი ნეთანიაჰუ მარკო რუბიომ რო გააკეთა ეს განცხადება, რომ ისრაელმა ჩაგვითრიაო ფაქტიურად ომში, რომ გავარდა მე Fox News-ზე დაჭდა და დაიწყო, რომ we are the good guys, და ჩვენ კაი ხალხი ვართ და ჩვენ მთელი ცხოვრება ამერიკის და ისრაელის კეთილდღეობას და უსაფრთხოებას მიუძღვენი მეო ჩემი მთელი კარიერაო და ნუ პრეზიდენტ ტრამპს ეფერებოდა ისე რომ რა ვიცი ფაქტიურად ტრამპს ელაპარაკებოდა და აგონებდა თუ როგორ აგონებს ამერიკელებს რომ ტრამპს როგორ ეფერება ნუ აი რაღაცა ისეთი საზიზღარი მოსასმენია ჩემს მაგალითად ესეთი რამე ეხლა იმას ხარ იტყვა და ნეთანიაჰუ რომ მე მინდა მუდმივად ვიყო ქვეყნის სათავეში და არასოდეს არ მომიწიოს არჩევნები და ამაში გამოვიყენებ ამერიკას რომ დაარტყას ირანს და მუდმივად ჩემი ქვეყანა გაგრძელოს ჩემი ქვეყნის მუდმივად ომში ყოფნა ამას ნახდათ არ მოყვებოდა ნეთანიაჰუ და შესაბამისად ეფერება და ცდილობს ყველანაირად რომ ტრამპს აუწიოს რეიტინგი ერთმანეთს მაქსიმალურად ცდილობენ მოკლედ რომ მიეხმარონ ეს იყო ასევე პერიოდი, როდესაც
ეპშტეინის ფაილების სკანდალი იყო შესული რაღაცა კულმინაციურ ეტაპზე და სადაც უკვე ტრამპს დაუძახებდნენ ჩვენების მისაცემად ეს დემოკრატების შექმნილი კონგრესში ხო შეიქმნა მოკლედ დემოკრატებმა შექმნეს ეს ზედამხედველობის კომისია და მათ დაკითხეს ჰილარი კლინტონი, დაკითხეს ბილ კლინტონი მიუხედავად იმისა, რომ ჰილარი კლინტონი საერთოდ არც იყო ნახსენები ფაილებში, ის გამოიძახეს და მივიდა. ორივე კლინტონებმა მოითხოვეს, რომ ეს deposition-ი, ეს ჩვენება ყოფილიყო საჯარო და დასწრებოდნენ ჟურნალისტები, მაგრამ რესპუბლიკელებს, რომელსაც თურმე არაფერი არ აქვთ დასამალი, მოკლედ რესპუბლიკელებმა მოითხოვეს, რომ ეს ყოფილიყო დახურული და შემდეგ როცა თავისი პირობებით და თავისი ნარატივის კონტროლით მოკლედ გაესაჯაროებინათ, ესეც გააკეთეს და თან დროც გაწელეს და ამასობაში კი დაარტყეს ირანს. და მოკლედ უკვე ძალიან უახლოვდებოდა რა დონალდ ტრამპს ეს ხიფათი, რომ უნდა მიეცა ჩვენება, იმიტომ რომ ზუსტად ამ დროს გახდა მოკლედ ეს მეინსტრიმის საგანი მედიის ფოკუსის საგანი, რომ DOJ-ს გამოქვეყნებულ ფაილებში აღმოაჩინეს საბუთი, დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ვიღაც ქალმა მის ვინაობას არ ამჟღავნებენ ჯერჯერობით 2019 წელს FBI-ს მისცა 4 ჩვენება იმაზე, რომ როცა ის იყო 13 წლის, ხალხო 13 წლის მაშინო ჩემზეო სექსუალურად და ფიზიკურად იძალადაო დონალდ ტრამპმა პირდაპირ დაადო ხელი ამ დოკუმენტს ასევე აღსანიშნავია რომ აქვს რაღაცა ნუმერაცია დაწერილი მასე რომელიც მიანიშნებს რომ ამდენი კიდე რაღაცა დოკუმენტი უნდა მოყვებოდეს კონკრეტულად ამ ფაილს სადღაც 50 ფურცელი აკლია მათ შორის აი 4-დან 3 ჩვენება მხოლოდ ერთი არის გასაჯაროებული და ასევე ფაქტიურად უწევთ ამ ხალხს მარჩიელობა, რომ FBI რას ამბობდა ამ кейსთან დაკავშირებით მიიღო თუ არა ეს ქალი თქვა სარწმუნო წყაროდ თვითონ DOJ-ს იურისტები რას ამბობენ ამ საკითხზე, მოკლედ ძალიან დიდი ბურუსით არის მოცული ეს საქმე და ერთადერთი კაცი ვისაც შეუძლია რომ მივიდეს და ილაპარაკოს ვისაც არაფერი არ აქვს ხო და სამალი ტრამპს რო კითხო და ტრამპისტებს და მივიდეს და გასცეს პასუხი, მაგრამ რაღაცნაირად ესე შემთხვევით დაემთხვა რა. დაემთხვა ეს ომი რა. არავის არ უნდა და შემთხვევით მოხდა რომ ტრამპს აღა და ვიღაც ძალიან ახლა ამაზე სალაპარაკოთ. არავის. მოკლედ თქვენ გადაწყვიტეთ ომი რას მოიტანს ამას დრო გვაჩვენებს რას უზავს თქვათ ახლო აღმოსავლეთს რას უზავს რუსეთის ეკონომიკას ნავთობის ფასს და ასე შემდეგ მაგრამ დღესდღეობით იმის გამო რომ ამერიკელების განწყობა ესე მკვეთრად შეიცვალა, ანუ მე ვლაპარაკობ იმ მიზეზზე თუ რატომ მოხდა დღეს ომი, რატომ მიაჩნიათ ამერიკელებს რომ აი ახლა მოხდა ეს ომი. იმიტომ რომ ეს იყო ნეთანიაჰუს 20 წლის ოცნება და მაინც და მაინც ეხლა რატომ მოხდა. იმიტომ რომ ეს იყო სულ პატარა ფანჯარა დარჩენილი როდესაც კიდევ შეეძლო ისრაელს რომ გაეგრძელებინა манипуляცია ამერიკით და ამერიკელი პოლიტიკოსებით, იმიტომ რომ თუ ყველაფერი კარგად წავიდა და თუ არ გაგვიყალბეს არჩევნები, რაც ძალიან დიდი ის არის შანსია, მოკლედ ამერიკის მთავრობაში მოვლენ პროგრესული დემოკრატები. პროგრესული დემოკრატები ეს არიან ის დემოკრატები, რომლებიც პირდაპირ ამბობენ და სწორედ აი ეგენი იმარჯვებენ ახლა ამ რაღაცა სპეციალურ არჩევნებში, რაც კი მოიგეს. ტრამპი რაც მოვიდა ხო რაღაც სადღაც 25 თუ ცოტა უფრო მეტი არჩევნები ჩატარდა სპეციალური და თითქმის ყველაფერი მოიგეს დემოკრატებმა და ეს არის ის დემოკრატები, რომლებიც ამბობენ რომ მე არ ვიღებ ფულს პროისრაელური ლობისგან, მე არ ვიღებ ფულს სუპერ პეკისგან და შესაბამისად არავისი ინტერესების გატარების ზეწოლის ქვეშ არ ვიქნები და მხოლოდ ხალხის მსახური ვიქნები და ესეთი მთავრობა უნდა ყავდეს ამერიკას, რომელიც არ იყიდება. ხოლო ტრამპი კი ამ ყველას ყავს ნაყიდი ტექნოკრატებსაც, უცხო ქვეყნებსაც და რა ვიცი და ამიტომაც არის გაჩხერილი. და მისი ამომაც კარგად გვაჩვენა, რომ მისი პრიორიტეტების ათეულშიც კი არ შედის ამერიკელი ხალხის ინტერესები და კეთილდღეობა. მოკლედ
ნახოთ ომი რას მოგვიტანს, მე იმედი მაქვს, რომ ირანელი ხალხი კარგად იქნებიან, სამწუხაროდ ისტორიამ გვაჩვენა, რომ ესეთი სახით რეჟიმები არ იცვლება, მაგრამ იქნებ ახლა მოხდეს სასწაული. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.